კუთხეში მოკრივე უზბეკეთიდან რომელიც ჩამოვიდა საქართველოში აბდულაზიზ მატაზიმოვი 91 კილოგრამი წონითი კატეგორია ხოლო მის წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე მოკრივე რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ქართული კრივის კომაგი საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების წევრი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი მოკრივე რომელიც ყველას უყვარს ყველა აფასებს მოკრივე რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს თავისი შრომის მოყარეობიდან თავისი ხასიათიდან გამომდინარე თავისი პიროვნებიდან გამომდინარე გიორგი ჭიღლაძე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივსაცემი და კარგი მოკრივეა ქართულ კრივში მის დასახასიათებლად სიტყვები ნამდვილად არასოდეს არ იქნება ზედმეტი ხედავთ მის ხასიათს წმინდა გიორგის ხატს მის მაისურზე საქართველოს დროშას მის შორტზე ბორჯღალს ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს იმაზე თუ ვინ არის გიორგი ჭიღლაძე რა ფასეულობებია მისთვის მნიშვნელოვანი რა არის მისთვის პრიორიტეტი რისთვის იბრძვის და რას წარმოაჩენს ის რინგზე თუ რინგს მიღმა რაც შეეხება ჭიღლაძის მეტოქეს უზბეკ მოკრივეს შემიძლია თქვა რომ უზბეკეთი დღესდღეობით მსოფლიო კრივში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული და მოწინავე ქვეყანაა უზბეკი მოკრივეები არიან ყველაზე ანგარიშის გასაწევები მთელ მსოფლიოში დღესდღეობით სამოყვარულო კრივში სულაც აბსოლუტური ლიდერები არიან შესაბამისად ძალიან სახიფათო მოკრივეები არიან და ძალიან გამოცდილია ჭიღლაძის უზბეკი მეტოქე აბდულაზიზ მატაზიმოვი 30 ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე გამართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნაბრძოლი აქვს ძალიან 8 რაუნდიანი 10 რაუნდიანი 12 რაუნდიანი ბრძოლები შესაბამისად სახიფათო მეტოქეა მისთვის რაც შეეხება გიორგი ჭიღლაძეს ვხედავთ მის ათლეტურობას მის ფიზიკურობას მე ვისაუბრე მის ხასიათზე გიორგი ჭიღლაძე არის ნამდვილი მებრძოლი ნამდვილი მეომარი საქართველოს მეომარი და ერთ-ერთ წინანდელ ინტერვიუში მას ნათქვამი აქვს რომ ეს არის ბრძოლაში ბედნიერი მართლაც მოკრივე რომელიც სიამოვნებას იღებს ბრძოლიდან იბრძვის საკუთარი ხალხისთვის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის საკუთარი რწმენისთვის და ყველასგან იმსახურებს ყოველთვის პატივისცემას. გარდა იმისა, რომ არის ძალიან შრომის მოყარე მოკრივე, თავისი ძალიან დიდი შრომა და დიდი ოფლი აქვს ჩაღვრილი საკუთარი მოკრივის კარიერის, საკუთარი პიროვნების, საკუთარი როგორც სპორტსმენის ჩამოყალიბებაში და დარწმუნებული ვარ უფასდება და სამომავლოდაც აუცილებლად დაუფასდება ეს ყველაფერი ქართველ მებრძოლს. ხედავთ რომ ძალიან ათლეტურიც არის ჭიღლაძე, კრივი ძალიან კარგად ესმის და აი თავიდანვე ცდილობს დომინაციის მოპოვებას და მოიპოვა კიდეც პირველი ნოკდაუნი პირველივე რაუნდში დაანოკდაუნა მეტოქე გიორგი ჭიღლაძე. უნდა ითქვას რომ ჭიღლაძეს აი ამ ბრძოლამდე ყავდა სხვა მეტოქე შერჩეული ბოლო მომენტში ჩაიშალა მისმა მეტოქე მოარი თქვა ბრძოლაზე და შემდეგ უკვე მატაზიმოვი დათანხმდა ამ დაპირისპირებას ჭიღლაძე თავიდანვე ეცდება რომ ბევრი აღარ აცადოს თავის მოწინააღმდეგეს და რა თქმა უნდა ვადაზე ადრე დაასრულოს ეს ოქთაბრძოლა თუმცა ვნახოთ როგორც გითხარით უზბეკები სახიფათოები არიან ნებისმიერ შემთხვევაში და ვნახოთ რას შემოგთავაზებს მატაზიმოვი მაგრამ არა ჭიღლაძე ისეთ განწყობით არის არ ამგონია ბევრი რამე დააკლოს უზბეკმა ხედავთ აი ჩვეულ სტილში ჩვეულ ტემპში ჩვეულ რიტმში აგრძელებს
ჭიღლაძე თავის ასპარეზობას. საჩხერელი მოკრივე და აი კიდევ ერთი ვერ უძლებს მის დარტყმებს. უზბეკი არ ვიცი რით არის უკმაყოფილო თავის კუთხეს რაღაცას ესაუბრება. ამასობაში რაუნდიც დასრულდა და ფაქტია ვერ უძლებს ჭიღლაძის ინტენსიურ ქმედებებს აბდულაზიზ მატაზიმოვი. გასაგებია რომ ჭიღლაძე ძალიან ძლიერია, ათლეტურია, უძლიერესი დარტყმები აქვს. ჩვენ ქართული კრივის კომაგმა უშუალოდ პროფესიონალური კრივის რინგზე გიორგი ჭიღლაძე იხილა ამ წლის დასაწყისში რუსთავში გამართულ დიდ საკრევო შოუზე. იქ ჭიღლაძის მეტოქე იყო ირანელი მოკრივე და ეს იყო ნამდვილი ომი გიორგი ჭიღლაძის შესრულებით. არა მხოლოდ საკრევო ბრძოლა, მართლაც ნამდვილი ომის შესთავაზა, ძალიან ემოციური, ძალიან დაძაბული გიორგი ჭიღლაძემ კომაგებს. ეს კი უკვე თბილისში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მეორე ბრძოლა, სულ კი გიორგი ჭიღლაძე არის დაუმარცხებელი პროფესიონალური კრივის რინგზე. ეს საერთო ჯამში მეოთხე ბრძოლა ქართველი მოკრივისთვის. კარგი ტემპი აქვს აკრეფილი ჭიღლაძეს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე სოფლიოს ძალიან დიდ რინგებზე, ძალიან დიდ შოუებზე ვიხილავთ ქართველ მოკრივეს და ყველა ერთად გავიხარებთ კიდეც მისი წარმატებებით. თუმცა ამავდროულად აგრძელებს ის სამოყვარულო კარიერასაც. საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების წევრია, არაერთი საქართველოს ჩემპიონია, როგორც აღნიშნე და იქაც მაქსიმალურად იცდება საუკეთესო და აი კიდევ უკვე მე მგონი აღარ აქვს აზრი აგრძელებას ჭიღლაძეს უპირატესობა აშკარაა აი ამ მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა არა, მაინც აგრძელებს მატაზიმოვი. აი გვიძში გაუტარა ახლა ჭიღლაძემ და მატაზიმოვი არ ნებდება, თუმცა ასე ძალიან გაუჭირდება ქართველი მოკრივის წინააღმდეგ. აი ხედავთ გვიძში ცდილობს კიდევ მოარტყას ჭიღლაძემ და დაუმთავროს საქმე და აქ კი მე მგონი ყველაფერი დასრულებულია. ულოცავ გიორგი ჭიღლაძეს, ულოცავ ქართველ გულშემატკივარს. აბსოლუტური დომინაცია ვიხილეთ ჩვენ გიორგი ჭიღლაძისა. კიდევ ერთი ვადაზე ადრე მოპოვებული გამარჯვება 4-დან 4 გიორგი ჭიღლაძე დაუმარცხებლად, ძალიან წარმატებულად აგრძელებს თავის პროფესიონალურ კარიერას და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი წინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მოკრივე არაერთხელ ასახელებს ქართული კრივის კომაგს, ის არაერთხელ დაახარებს თავის გულშემატკივარს თითოეულ ჩვენთაგანს და არაერთხელ ააფრიალებს საქართველოს დროშას სოფლიოს დიდ არენებზე. მაშასე სრულდება პროფესიონალური კრივის შოუ. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. მინდა გითხრათ, რომ 14 დეკემბერს კიდევ ერთი ძალიან დიდი და მასშტაბური შოუ ელის ქართული კრივის კომაგს თბილისში. სოფლიო კამრების კამარს დაიცავს ნიკა ბიგვავა. აი ამ შოუზე ვიხილავთ არაერთ სოფლიოსარეიტინგო ბრძოლას, უმაღლესი დონის შეჯიბრს და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ იაქტიურონ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, გამოიწერეთ Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, იაქტიურეთ კომენტარებში, მოიწონეთ ვიდეოები, გააზიარეთ კონტენტი ქართული კრივის შესახებ. არაერთი ძალიან საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, არაერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია იდება ამ სოციალურ ქსელებში. ქართველი მოკრივეები აღწევენ ძალიან დიდ წარმატებებს. კრივი არის აღმავლობის გზაზე. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს მხარს უჭერს საქართველოს სპორტის სამინისტრო აი ამ ღონისძიებების გამართვაში და კომაგების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით
ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ქართული კრივის კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ულოცავთ კიდევ ერთხელ გიორგი ჭიღლაძეს ამ გამარჯვებას და ველით გიორგისგან მომავალ წარმატებებს. ქართული კრივის შოუ შედგა. გილოცავთ ყველას და გელით მომავალ შოუებზე, რომელიც უახლოესი გაიმართება 14 დეკემბერს, ხოლო შემდეგ უკვე 2026 წლიდან განახლებული ენერგიით, განახლებული მონდომებით ძალიან დიდი და მასშტაბური საკრივო შოუები ელის ქართული კრივის კომაკს. მადლობა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, მადლობა Boxing Group Promotions, მადლობა ქართული კრივის ყველა კომაკს. მე ამით გემშვიდობებით და გელით უშუალოდ დარბაზში მომავალ შოუებს. მადლობა.